ისე მეც მაქვს ერთი კითხვა. ირანის საელჩოს წარმომადგენელი თუ არ ვცდები ელჩი, საერთოდაც ელჩი, აცხადებს, რომ მეგობარიო, გასაჭირშიო, ჭირში იცნობაო. ამას საელჩოს წარმომადგენელი მაღალი ალბათობით კი არა, ნამდვილად ელჩი. ამბობს იმისა და გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების ინკოგნიტო წარმომადგენელმა, de facto ხელისუფლების ინკოგნიტო წარმომადგენელმა, არ ვიცი ვინ, პაპუაშვილმა, კობახიძემ, დარსალიამ, უკაცრავად დარსალიანზე ბოჭორიშვილმა, ვოლსკიმ, დარსალიამ, ვინც იყო, არ ვიცი, სულ ერთია ვინც იყო, დიმიტრი სამხარაძემ მაგალითად. გააკეთა ჩანაწერი სამგლოვიარო იმ წიგნში, რომელიც ირანის საელჩოში გადაიფუძლა, გაიხსნა. და იქ რაღაცა მოთქვამენ და ტირიან ალი ხამენეის ლიკვიდაციის და მათეული გააზრებით გარდაცვალების გამო. ხო და მე მაქვს ესეთი კითხვა. თავად ეს წინადადება მეგობარი ჭირში იცნობა ამ წინადადებას ეთანხმებით? ანუ ჩვენ ასე უნდა დავსვა კითხვა, ვისი მეგობრები ვართ? ირანის და ამასთან ალი ხამენეის ნარჩენების მემკვიდრეები კი არა მეგობრები, ნარჩენების მემკვიდრეების მეგობრები, თუ ისრაელისა. მაგალითად, ჯვარის წერია ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ისრაელშიც რამ რომ მოხდეს და იგივე წარმომადგენელი ეს პერსონა, ვინც იყო პაპუაშვილი, ვინც ბოჭორიშვილი, რომ მივიდეს ისრაელის საელჩოში და იქაც რომ გააკეთოს რაღაც ანალოგიური ბრტყელ სიტყვა ჩანაწერი. და იმათმაც რომ მოგწერონ, რომ მეგობარი, გვითქვან ჩვენზე, რომ ამ ხელისუფლებაზე, რომ მეგობარი ჭირში იცნობაო. ჩვენ ორივე ძმაკაცები რა გამოვდივართ ამიხსენით. ახლა ცოტა ნაწილობრივ სარკასტულია ჩემი ეს მონოლოგის ნაწილი, მაგრამ მაინც არ მესმის. ჩემი მტერი არ არის ირანი? კარგი, სხვაგვარად ვიკითხავ. თუ ამერიკის მტერია, შესაბამისად ჩვენ თუ ამერიკასთან მეგობრობა გვინდა, მეგობრობისაკენ ვისწრაფვით. შესაბამისად ჩვენი მტერი ირანი როგორც სახელმწიფო არა, ხაზგასმით ვამბობ, ალი ხამენეი და ალი ხამენეის ნარჩენები არ გამოდის. თუ ვინმე გონია, რომ ეს არის რამ დიპლომატია, ეს ვინმე ცდება ვერ გვიხსნის, ჩვენ ამგვარი შემეტენეობა ბოდიშს ვიხდით.